უკვე სტუდიაში გაგრძელდება მომდევნო სტუმართან. ძალიან რთული მოსასმენი იყო ეს ინტერვიუ ხო? მე მინდა ახლა მოვიწვიო სტუდიაში ანა დოლიძე, პარტია ხალხისთვის ლიდერი და მოვიწვიო იმ ნიშნით, რომ მას აქვს გამოცდილება ხანგრძლივი ანალოგიური პროცესების ჩართულობის მრავალი წლის განმავლობაში. პირველ რიგში მოდით აი ეს ინტერვიუ, რომელიც ახლა მოვისმინეთ, ხო? ქალი ამბობს, რომ მინდა რომ ვიცხოვროთ პატიოსნად, მაგრამ თუ რამეს დავაშავებთ, კი ბატონო, დაგვიჭირეთ, გაგვასამართლეთ, მაგრამ არ მაწამოთ. ნუ გვაწამებთ. კიდევ ერთხელ გააქტუალურდა ახლა ამ ინტერვიუს შემდეგ მით უმეტეს რომ გავიგეთ რომ ეს ლიახვისპირი გორში გადის მდინარე ლიახვი ხომ სანაპირო როგორც ჩანს ნაპირი არის ხშირად გამოყენებული ვინაიდან მიყრუებული ადგილია პოლიციელთა მხრიდან დაჩაგრულთა გასამართლებისთვის ბრჭყალებში ჩავსვათ უფლებამოსილების გადამეტება თუ ჯგუფური ძალადობა წამება სისტემური თანაც აი ეს კითხვა საერთოდ არის თუ არა ახლა დასასმელი მოგესალმებით მართლაც ძალიან მივესალმებით თქვენს მაყურებელს ძალიან რთული მოსასმენი იყო და ჩემი პატივისცემა უდიდესი პატივისცემა ამ ქალბატონს და ყველა მოქალაქეს რომელიც მიუხედავად საფრთხის აგრძელებს რომ დაიცვას არა მარტო საკუთარი თავი პირიქით არამედ თავისი საუბრით დაიცვას თანამოქალაქეები ყველა ასეთი ფაქტი, ყველა დიდი პატივისცემა იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც ეს გამოავლინეს. თქმა უნდა, უდიდესი. თითოეული ჩვენგანის. ხო, ყველა არის მარტივი ეს, როცა იმ ქალაქში უნდა იცხოვრო და დარჩე. აბსოლუტურად. არც ბიჭაშვილისთვის, არც ახალკაცისთვის ეს არ იქნება მარტივი. იქ ცხოვრება, სადაც სულ თვალების ბრიალი უნდა იყოს მათი მისამართით და სულ ჩასაფრებული უნდა იყოს პოლიცია, ხო? ნამდვილად. გმირობის ტოლფასია ეს. გმირობის ტოლფასია და ყველა ადამიანის მხრიდან ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს მათ უნდა იცოდენ და ჩვენც უნდა ვიცოდეთ. ყველა მასწავლებელმა თუ ვიღ ადამიანმა, რომელიც ფიქრობს, რომ ახლა ოცნებასთან ახლოს ვიქნები, იმანაც უნდა იცოდეს, რომ დღეს გამოვლენილი ეს თარეში არის მათი შვილების და მეზობლის შვილების და მეუღლეების დაცვა. იმიტომ რომ სანამ ეს იქნება, ეხლა ნახეთ, რამდენი შემთხვევა ტელევიზიებმა თქვეს. ეს არის დამახასიათებელი ავტორიტარული სისტემის, როდესაც იმდენად გახრწნილია ზევიდან სისტემა, რომ უბნის პოლიციის უფროსიც კი და მე არ მინდა რომ გორის პოლიციის უფროსი დაგვავიწყდეს. უკაცრავად შენი ეს კაცი სად არის საერთოდ? სად არის? როგორ შეიძლება პასუხისგებლობა არ დადგეს, სულმცირე თანამდებობიდან არ გადადგეს გორის პოლიციის უფროსი ადამიანი, რომლის მართვის ქვეშ ასეთი რაღაც ხდება. ჯგუფური, ეს ხო ერთი და ორი პოლიციელი არ არის, ხო? ზუსტად, ანუ იქ ჩანს ძალიან კარგად გამოძახებისასაც კი ჩანს, რომ ეს ჯგუფი მზად არის პირდაპირ ანგარიშწორება ფიზიკურად გაუსწორდეს. რატო იქ არავინ არ ამბობს გვერდზე დავკითხოთ, თქვენ გაქვთ ხო გახსოვთ კანონით საერთოდ რო გავიხსენოთ კანონით ადამიანს დაკავებულს რა უფლებები აქვს საერთოდ ეს გავგიჟდებით საერთოდ აქ რა ხდება იმიტომ რომ უნდა გააჩერო უფლებები უნდა წაუკითხო უნდა მისცე საშუალება სახში დარეკოს ესე იგი აბსოლუტურად მოკვდებით სიცილით ჩვენ ცხოვრობ და ტირილით უბრალოდ და სინამდვილეში აი ამ ადამიანს ლოცულაშვილს რა ეკუთვნის ნორმალურ სახელმწიფოში და მორბიან და ეგრევე მუშტიკრივზე გადადიან და ერთი ადამიანის თან ნახეთ ერთია, როდესაც ერთი ადამიანი თქვა წყობიდან გამოვა, ხო? ეს არის გადაცდომა. ეს არის გამონაკლისის შემთხვევა, ხო? ზუსტად. და მეორე არის, როდესაც ჯგუფურად განგრძობითად, ერთი წამი კი არა რომ რაღაცა აფექტში ხარ. განგრძობითად, სისტემურად თავს დაესხმები და აპირებ რომ იგი დასაჯო. ეს არის ძალიან საშიში. ეს ნიშნავს, რომ ეს ქცევა გავრცელებულია საქართველოში, ჩვენ უბრალოდ ახლა გავიგებთ ამ შემთხვევების შესახებ. ჩვენი მოქალაქეები რა დღეში არიან რაიონში, არა მარტო გორში, ყველგან სადაც არ არის იციან ხალხმა, რომ ხმა მალე თქვენთან და ცენტრალურ ტელევიზიებში არ მოვა და შესაბამისად ის დაუცველი რჩება პოლიციასთან. აქ მნიშვნელოვანი ორი რამ უნდა ვთქვა. ჯერ ეს ერთი
ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველა ვინც რამე იმცის მსგავსი შემთხვევების შესახებ ხმა მოიღოს ჩვენ გითხრას თქვენ გითხრათ ეს ფაქტები უნდა ამოვიდეს ზევით ანუ დაცვის გარანტია მეტია თუ ამბავზე ხმამაღლა არის ნათქვამი და თუ ამბავზე არსებობენ მოსაუბრე ადამიანები ეს მეტი დაცვა მათთვის ვისაც გონია რომ სიჩუმით ახლა ან თავისი ოჯახის წევრის თქვა დაყოლიებით სიჩუმეზე პროცესს მარტივს გახდის კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული ადამიანის პირიქით ეს ყოველთვის პირიქით არის ამას აჩვენებს ხომ პრაქტიკა ხა თქვენ ამბობდით დარღვევების შესახებ ესე იგი ეს ადამიანი ჯერ ხო სადღაც გადაათრიეს ხომ იქ ადგილზე ხომ არ მომხდარა ეს თქვენ თქმის არ იყოს ხომ აფექტური რეაქცია ვთქვათ მის შეძახილზე რომ როგორ მაჯახებთ მანქანას ხომ სადღაც წაათრიეს იქ სცემეს დამატებითი ხალხი გამოიძახეს დასასჯეს შემდეგ ჩასვეს მანქანაში წაიყვანეს და რამდენიმე საათის განმავლობაში მას აუკრძალეს საერთოდ არათუ კომუნიკაცია არამედ უფლება რომ თავისი სიცოცხლე დაეცვა. ის არ მიიყვანეს კლინიკაში. ის არ მიიყვანეს არათუ კლინიკაში, განყოფილებაშიც კი, სადაც უკვე მას კლინიკაში გადამისამართების პერსპექტივა მეტი ჰქონდა. იგი ცემეს სიკვდილამდე, მართლა შემთხვევით გადარჩენილი ადამიანი მანქანაში ყავდათ, რომ დაღუპულიყო. ხომ შეიძლებოდა რა იცოდნენ მათ დაიღუპებოდა თუ არა მადლობა ღმერთს რომ ასე დასრულდა ყველაფერი მისი მდგომარეობა არ არის მარტივი ანუ ბევრი საკითხია და მე რაც კითხვა დავსვი მინდა რომ კიდევ ერთხელ კაფიოთ თქვათ თქვენ გამოცდილმა იურისტმა შეიძლება თუ არა რომ ეს რამე ფორმით გადაცდომის და მხოლოდ თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბების კატეგორიაში ჩდებოდეს რა თქმა უნდა არა საქმე გვაქვს მიზანმიმართულ განზრახ ქმედებასთან, რომელიც შეიცავს წამებისთვის დამახასიათებელ ორივე ნიშანს. ფიზიკური ძალადობა, მძიმე ფორმის ფიზიკური ძალადობა, ეს ერთის მხრივ, ხო? ჯგუფური ჩაგვრა, ფიზიკური ანგარიშწორება. ერთ მაგალითს გეტყვით. მასწავლებელი, არაჩვეულებრივი ბიჭი, გიგა ავალიანი, ხო? ერთი ქვის მას ოპირებდნენ ანგარიშწორებას, ქვა ეს ჩაარტყეს თავში და იმ ქვამ მოიტანა ის ფატალური შედეგი. აი, რა ვიცით ჩვენ ღმერთმა გადმოხედა მართლა ამ ადამიანს ახლა ლუცულაშვილს, რომ აი იმ ტერიტორიაზე სადაც ეს ფაქტი ხდება. მეორესაც და ხო და მეორე თავში აქვს დაჟეჟილობა, ხო? თავში ტრავმა, ნებისმიერი პატარა ტრავმა, ხა თქვენ რა кейსის გაიხსენეთ ეს მძიმე ამბავი, ხო? მასწავლებლის სიკვდილის. ნებისმიერი პატარა ტრავმა შეიძლება ლეტალური აღმოჩნდეს ნებისმიერი ადამიანისთვის, ხო? ახლა თანაც თქვენ მეორე ნაწილი რაც თქვით ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხომ ვერ საუბრობს დაზარალებული ამ დრომდე ისეთი მძიმე სტრესის ქვეშ არის. მას ჭირდება სერიოზული ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და მეორე ელემენტი რომელიც აქვს წამებას არის ეს. ნახეთ თუ შენ უბრალოდ თანამდებობას უფლებამოსილებას გადააჭარბებ ეს ერთია, მაგრამ შენ თუ ამავე დროს შენი ამოცანა არის დაამცირო, დაჩაგრო, გაანადგურო. ჩვენ ნახეთ 24 წელს დეკემბერშიც იყენებდნენ ამ ფრაზეოლოგიას, ხო? დამამცირებელ. ეს არის წამების, ანუ წამების ერთ-ერთი შემადგენელი აუცილებელი ელემენტი არის ფსიქოლოგიური. მხოლოდ ქმედება ეხა ჩვენ მივედით და ვცემეთ, არა. წამების შემადგენელი ის რაც აქ ხდება, აი დასჯა, დამცირება, რა სიტყვებიც რა ისიც არის, მიმართვები, გამოძახება, ესე იგი ორი ადამიანი, შეუერაღებელი ადამიანს, ეს ამდენი ჯელი არ ყოფნიდა, რომ კიდე დამატებითი ჯგუფი არ გამოეძახათ და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მინდა ვთქვა. იმიტომ გვჭირდება ამ ყველაფრის დასაბუთება ადამიანებმა თავისთვის უნდა გააკეთონ ეს, საზოგადოებისთვის უნდა გააკეთონ ეს, რომ ეს აუცილებლად დამთავრდება. ჩვენ გავიზარდეთ იმ საქართველოში დაწყებული მე მოვესწარი ედუარდ შევარდნაძის ეპოქას. სართულებიდან რომ ცვიოდა ხალხი. კი, საბურთალოზე ვცხოვრობდი და იქ შესვლა ადამიანისთვის იყო ტყევლა საბურთალოს მილიციაში. თუ მოხდებოდი, იცოდი რომ იქიდან მამაჩემის ზვიადისმის დროს მომხდარა და წამებული ნაწამები წამოუყვანიათ იქიდან დედაჩემს და ოჯახის წევრებს. ეს იყო ესეთი ეპოქა და მაშინაც და სხვა ქვეყნებშიც ძალიან ხშირად ადამიანებს გონიათ რომ ესე დამთავრდება. დღეს ახლა ესეთი განწყობა ხარება პენსიაზე წავიდა ის იქნება ამ დაუსჯელობას მოაქვს ეს შედეგი. არავის არ ეგონოს.
აქ იქნება 100%-იანი. აქ იქნება ზუსტად ისეთივე ოპერაცია, როგორც ბაიონეტი, რომელიც გააკეთა გოლდა მეერმა ისრაელში, ისტორიაში ცნობილი. აი ყველა, იმიტომ გვჭირდება ყველა სახელები და გვარები. 6 კაცი ხო არის ახლა, რომელიც იდენტიფიცირებულია, სხვებისაც სახელი გვარი, იმიტომ რომ მაგათ ყველას საერთაშორისო სამართლის წესით სულ მალიორკაზე რო ისვენებდნენ, აი იქიდან ჩამოვიყვანთ ინტერპოლის მეშვეობით. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ვერ ავაშენებთ ნორმალურ სახელმწიფოს, სადაც ადამიანებს განცდა არ ექნება. აი როგორც ქალბატონმა თქვა, პასუხი მაგებინე, მაგრამ პასუხი მაგებინე კანონით, არა მუშტით. ხო? ჩვენ ხო ეს სახელმწიფო გვინდა? ჩვენ ახლა თვალყურს ვადევნებთ ამ სიტუაციას და ოჯახი ამბობს ასეთ რამეს, რომ მოგვიხსენით ის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც დაუკიდეს თავზე, ხომ, ლოცულაშვილს, რომ თითქოს მან ქვა ჩაარტყა თავში რომელიღაც პოლიციელს ერთ-ერთს. ჩვენ ეს პოლიციელი არც მისი დაზიანებული რაღაცა სხეული არ გვინახავს, არც ამ პოლიციელის ჩვენება გვინახავს. ვიცით რა, პირველი ჩვენება, რომელიც ადგილზე მისცა პოლიციელმა იყო ეს წინააღმდეგ ესე იგი დაზარალებულის იყო ის რომ თითქოს მას ხელში ეჭირა ცივი იარაღი და თითქოს ამის გამო მოხდა მისი დასჯა, ხომ? თითქოს ამ იარაღს ართმევდნენ. ახლა ეს იარაღი აღარ არის საერთოდ არ ვიცი საქმეში არის თუ არა ეს გამოჩნდება, მაგრამ ახლა გაჩნდა რაღაც ქვა, რომელიც თურმე თავში ჩაარტყა ვიღაცამ ვიღაცას. როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა რომ ეს იქცეს რეჟიმის ხელთ ბერკეტად, როდესაც ამ საქმეში დაზარალებულები გაკონტროლდებიან. როგორც წესი რეჟიმს აქვს ხოლმე ასეთ ძალიან დიდი სურვილი, რომ ზეწოლის მექანიზმები მაქსიმალურად ჩართონ. ჩვენ ვნახეთ ერთ-ერთის ოჯახის წევრი და იყოთ მამიდა, რომელიც გუშინ წინ სხვა რამეს ამბობდა ცხელკვალზე ძალიან აღშფოთებული და გუშინ უკვე პროპაგანდისტმა არხმა მას სულ სხვა რამ ათქმევინა. მასწავლებელია ის პროფესიით, მასაც თანავუგზნობთ ბუნებრივია იმასაც, რომ მისი ოჯახის წევრს ასეთი რამე დაემართა და იმასაც, რომ მიუხედავად ამისა ასეთი საპირისპირო რაღაცა განწყობები აჩვენა 2 დღის განმავლობაში. ესეც მისასამძიმრებელია. ესეთი უპრინციპობაც მით უმეტეს საკუთარი ოჯახის წევრი რო ყავს კლინიკაში ნაცემი, თუმცა როგორ ფიქრობთ, ეცდება თუ არა ამას ხელისუფლება, მოქმედი და ჩვენ საზოგადოებამ რა შეგვიძლია ამ პროცესში გავაკეთოთ? ცალსახად ეს შესაძლებელია. მე ასევე ვფიქრობ, რომ მე პირველი ხო ჩავედი მაშინვე როგორც კი ეს ხშირად როგორც კი გავიგე, ჩავედი და იქ აღმოვაჩინე, რომ ეს ქალბატონიც ნახე ადგილზე დეიდა, ხო? დიახ, დეიდა. ლოცულაშვილის დეიდა. ლოცულაშვილის დეიდა, დიახ. და იქ აღმოვაჩინე, რომ ამ დროს ლოცულაშვილი დაკითხვაზე ყავდათ შეყვანილი და მან პირველ რიგში გამიჩნდა ეს კითხვა. ნახეთ, ადამიანი არის დაზარალებული. გაქვს კადრები. კადრები რო არ იყოს და სასწრაფოდ იდენტიფიცირება გჭირდებოდეს, კიდევ დაუშვებდი. არსებობს კადრები მთელ ქვეყანას აქ ნანახი, ყველას იდენტიფიცირება შესაძლებელია. რატომ ატარებ ნაცემ ადამიანს საათობრივ დაკითხვაზე? თქვენ კითხვას უკავშირდება. იმიტომ რომ ეს იყო ჩემი აზრით, იქნებოდა მცდელობა პირველ რიგში მისი ფსიქოლოგიური შესწავლის, დამუშავების. ხო, თორე შეეძლოთ და კი არა და უნდა გაეკეთებინათ, რომ წაიყვანათ სამედიცინო დაწესებულებაში, ემკურნალათ 1 ან 2 დღეში, მას შემდეგ რაც უკვე აღკვეთ ღონისძიებას გამოიყენებდნენ პოლიციელების მიმართ, იმიტომ რომ არ ჭირდება ამას მეტი არაფერი. მას შემდეგ წყნარად უკვე ნამკურნალებზე გამოერთმიათ მისგან ჩვენება. ეს ხო არ გააკეთეს. ჩემი აზრით, აი ეს მისი ბრალდებული სტატუსი, რომელიც უნდა გადაუკვალიფიცირონ, ეს ადამიანი არის დაზარალებული, მაგრამ ბრალდებული სტატუსის დამოკლეს מחვილივი დაკიდება, ალბათ ეს მცდელობაა, რომელზეც ახლა ფიქრობენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჭინკები, რომლებიც იკრიბებიან ხოლმე სოლოლაკში, თუ გოცნების სოფიში, სადღაც, ისინი ახლა ფიქრობენ, ამ ცხელ კარტოფილს რა ვუყოთ? ხო? რა ვუყოთ ამ საქმეს, ამ ძალიან სერიოზულ დაღს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვის რომელ ნორმალურ რაცალ უნდა პარტბილეთი ეჭიროს? რომელ ნორმალურ ადამიანს შეიძლება ეს მოეწონოს? ან შეიძლება ამაზე რაღაც ახსნა მოძებნოს. იცით რა არის? კიდე ამასაც ვიმეორებ, ეს ხო არა მარტო პოლიციელების მუნდირში არ ჩდება და ეთიკის კოდექსში და სამუშაო კოდექსში. ეს ხო ქართველობაშიც ხო არ ჩდება. ეს ხო ქართველობაშიც მიუღებელია. აი ეს კადრები, რასაც ხედავთ. ამდენი ძალღონით სავსე მამაკაცი, რომ ესევა და ფაქტობრივად ფიზიკურად
ანადგურებს, ხო უპირებს რომ გაანადგუროს. აი რასაც თქვენ ამბობთ ახლა ეს მინდა რომ ერთი წუთით აი პაუზა გავაკეთოთ ჩვენს აუდიტორიას კიდევ ერთხელ მოვასმენინოთ თეატრო ლუკიანის განწყობა საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც ახლა კი არ უთქვავს რომ მომეწონა ეს ამბავი, მაგრამ ამ ხალხს უთხრა ფრთხილად იყავითო. ქვეტექსტი იყო რომ თუ გადაგიღეს ესე იგი ჩვენ მომტრებმა ეს ჩასაფრებული ხალხი აი ნახეთ მე რა ამბავს ტექსტს და მან თქვა ასეთი რამ რომ გაუხარდათ გუშინ რაც მოხდა საზარელი სანახავი იყო ეს ყველაფერი და იმ 6 პოლიციელს სადაც ბრძანდებიან ვუსაყვედურო ვუსაყვედურო მან ძალიან კარგად იცის სიტყვების შერჩევა არ უჭირს სიტყვების შერჩევა და საყვედური არჩია ამ ხელაძალადობის ფონზე მაშინ როდესაც გირგვლიანის საქმის დამცველი იყო სტრასბურგში ხო ამასაც მინდა ჩვენ დაუბრუნდეთ თქვენ აი ამათ მიეცით სალაპარაკო ამბობს თეატრო ლუკიანი ამათ მიეცით სალაპარაკო და ყველა პოლიციელს ვთხოვ რომ ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს ანუ ჩვენ ახლა ვინც ამაზე ვშფოთავთ ყველანი ვართ მტრები მოდით მოვისმინოთ რა თქვა მან სიტყვა სიტყვით და ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მეტად ცნობილი სიძულვილის ენით თუ აი ამ სიძულვილის ტირაჟირებით ამ შემთხვევაში როგორ პოზიციონირებს ქართული ოცნების ხელისუფლებიდან თქვენ გყავთ მტრები, ჩასაფრებულები და თქვენ უნდა დაზიანდეთ მათი აზრით. იმიტომ რომ გუშინდელი დაფთაბები ამას რომ გაუხარდათ რაც მოხდა საზარელი სანახავი იყო ეს ყველაფერი და იმ 6 პოლიციელს სადაც ბრძანდებიან ვუსაყვედურო. თქვენ აი ამათ მიეცით სალაპარაკო და ყველა პოლიციელს ვთხოვ რომ ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს. მე წაკითხვის დროს შემშლია საზარელი სანახავი იყო რომ გაუხარდათო ის ყოფილა თურმე ვინმეს გაუხარდა ეს ამბავი და ეს იყო საზარელი სანახავი და პოლიციელებს საყვედური იმის გამო რომ აი ასეთი საზარელი სანახავი იგი სიხარული მოგვარეს ოპონენტებს. საერთოდ ამოტრიალებულია ფასეულობები, კონტექსტი, სამართალი რა ვიცი ღირებულებები ყველა თუ კი რამე შეიძლება რომ ამოაბრუნო და თავდაყირა დაკიდო და თქვა შავზე თეთრია ყველაფერი იყო ამ ნახევარწუთში რა შეგიძლიათ მას უთხრათ ხა გამოვიდა თეატრო ლუკიანი მწუხვარ მის მართლა მწუხვარ ადამიანურად და ქრისტიანულად მის ამ მდგომარეობას იმ ადამიანიდან ვინც თავის დროზე ალბათ იყო მე მას კარგად პიროვნულად არასოდეს არ ვიცნობდი კოლეგიალურად ვიცნობდი და ადამიანი რომელიც გადაიქცა აი პროპაგანდისტად, პარტიულ პროპაგანდისტად, რომელმაც ამ განცხადებით მყისიერად ლოცულაშვილი და ეს დაზარალებულები გადაწყვეტა რომ საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ანუ გადაწყვეტა რომ ისინი ჟურნალისტები, აი ყველა ადამიანი ოჯახის წევრები ხო, ლოცუ დაზარალებულების. გადაწყვეტა რომ ეს არავინ საქართველოს მოქალაქე არ არის. მათ დაცვა არ ეკუთვნით, მათზე კონსტიტუცია არ მოქმედებს. ერთადერთი არის ჩქარა გადავარჩინო ის გემი, რასაც მე ვზივარ. ეს არის ამ განცხადების ამოცანა. კიდევ ერთი მინდა გვახსენო მართვის კრიზისი, რომელიც ქართულ ოცნებას აქვს. დავუკვირდეთ რომ არავინ მაღალჩინოსანი ეხლა თეატრო ლუკიანი ამ შემადგენლობაში მაღალჩინოსანი არ არის არც ერთი მაღალჩინოსანი განცხადებას არ აკეთებს ამ თემასთან დაკავშირებით არ უნდა ცუდ თემაზე რო ისაუბრონ ხო მეორე ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ სულხან თამაზაშვილი წარმოიდგინეთ ეხლა ეს არის სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტრო კარგით გორის პოლიციის უფროსი სადღაც გამქრალია სად არის მინისტრი? ანუ როგორ შეიძლება შინაგან სანქცირებული მინისტრი ანა? კი, არ დაგვავიწყდეს სწორედ მსგავსი ძალადობების გამო სანქცირებული მინისტრი. ახლა ისმება ლოგიკური კითხვა. ძალადობა რომ აქვს ჩადენილი სისტემაში პირს და მას აწინაურებ, ახლა იმან როგორ უნდა დასაჯოს, ან რა ობიექტურობა უნდა შეინარჩუნოს აი ამ თუნდაც პოლიციის უფროსის მიმართ. ანუ და პასუხისმგებლობის აღებაც არ უნდა დოღონდა, ამის თქმა მინდოდა. ანუ ფაქტი არის, ჩვენთვის კი სასაცილო იქნება, რომ სანქცირებული მინისტრია, მაგრამ მათ ხო მინისტრია. ოფიციალურად ავტორიტარულ სტრუქტურაში მიუხედავად იმისა, ეს როგორ არის მოპოვებული, კაცი არის მინისტრი, აქ კაბინეტი ხელს აწერს განკარგულებებს, ბრძანებებს. შეიძლება რომ ესეთი კრიზისის დროს ვერ გავიგოთ საერთოდ ეს კაცი სად არის. ანუ წარმოუდგენელი ამბავია. ქვეყნისთვის მართლა ვწუხვარ, მართლა საშიშია ვის ხელშია ეს სახელმწიფო. იმ რომ აი ხა მე რო პოლიცია წარმოიდგინეთ ახლა პოლიციელი რო ხართ რა. აი პოლიციელი ხართ და ესეთი ამბავია და ეს ამბავი სხვათა შორის ძალიან ბევრ პოლიციელს რა თქმა უნდა არ სიამოვნებს.
კარგი ეხლა ცოტა ხანს წინ საპატრულო პოლიციასთან შეხება მქონდა იმაში სომხეთში გადავედი ვიზიტით გადმოვედი არაჩვეულებრივი რას ვერჩით იმ ხალხს თავის საქმეს ხო აკეთებენ არა წესიერი თანამშრომლები ვინც არის იმათვის ეს სასიამოვნოა და არ უნდა გიყოს თავი რაც არ უნდა სანქცირებული იყო და ვაშკაცობა რომ გამოხვიდე ან პასუხისგებლობა აიღო ან თქვა რომ გამოვიძიებ არ გამოვიძიებ ნახეთ გირგვლიანის საქმეს ავიხსენებ, იმიტომ რომ ეხა ანა ბოდიში ხწამი შეგაწყვეტნებთ ეხა სულ ყველას ამოგვიტევდებდა ხომ სანდრო გირგვლიანის შემთხვევა და ალბათ ასე ურტყავდნენ მასაც ასეთი გამეტებით ან მეტად ან ცოტა ნაკლებად ის უმძიმეს ვითარებაში იყო მისი ცხედარი ხომ ჩვენ გვახსოვს ეს აი რა მორალური უპირატესობა შეინარჩუნა ოცნებამ რამეზე რომ აქვს პრეტენზია ხა მე ამ კითხვაზე პასუხი გაცემული მაქვს ჩემთვის როგორც მოქალაქეს დიდი ხანია თუმცა თქვენგან მინდა ეს მოვისმინო მე მახსოვს რომ სანდრო გირგვლიანის პერიოდში პროტესტით შეიძლებოდა საჯარო მოხელე ელენე ხოშტარია ქუჩაში წიწვა სანდრო გირგვლიანის შემთხვევაზე დასაცავად სასამართლოსაც თვალს ვადევნებდით იქ არსებულ დარღვევებს ხელის გულზე იყო ყველაფერი და არაფრით არ მისცა მათ შორის თქვენმა ორგანიზაციამ და ბევრმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ჟურნალისტმა ბევრმა უფლება სისტემას რომ ეს საკითხი მიეჩქმალა ერთი მეორე გაეყალბებინა პროცესი ან დაეშინებინა ისე მოწმე მთავარი მოწმე რომ სიმართლე ვერ გაგვეგო და ფინალში მოკლედ ეს ამბავი სტრასბურგის სასამართლომდე მივიდა სამწუხაროდ ამას შეეწირა შემდეგ სანდროს დედაც ყველას გვახსოვს მაგრამ მე მგონია რომ აი ასეთი გამეტები ტურებივით თუ ნამდვილი ტურებივით ესევიან იმიტომ რომ ეს ადამიანური ინსტინქტების მიღმა რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ აი ამ შესევას თქვენ რა განცდა გაქვთ მორალურ უპირატესობებთან დაკავშირებით არის თუ არა დრო რომ ოცნებამ ეს თემა სისხლებს რო ხატავს მასე რა ქვია ბანერებზე ხოლმე დაასრულოს ცალსახად და ჩემთვის ეს მე როდესაც ვახსენებ ხოლმე თქვა ძველ მაგალითებს არა იმიტომ რომ მე მინდა რომ ყველამ გაიგოს არა იმიტომ რომ ტოლობის ნიშანს ვსვავთ ვერ დასვავთ ტოლობის ნიშანს ელემენტარულად იმიტომ რომ განსხვავებულ რეჟიმებთან გვაქვს საქმე და შეცდომები თუ პრობლემები თუ ასე შემდეგ ყველას თავისი აქვს არ მინდა რომ ცოტა არაკომპეტენტურობაა რომ გავათანაბროთ მაგრამ ხო უნდა გამოცდილება გაკვეთილი ხო უნდა გამოვიტანოთ მით უმეტეს როდესაც ოცნება მოვიდა იმ ლოზუნგით და რომ ესეთები არ უნდა მომხდარიყო სხვა კი გამოვიდიოდნენ ერთხელ გაზი უფასო ფული და რაღაცა სისულელეებს ამბობდნენ მაგრამ სინამდვილეში მოძრაობა რაზე დაყრდნობითაც მოვიდა ბიძინა ივანიშვილი იმათ ეხლა დარწმუნებული ვარ ამას რომ უყურებენ გული უსყდებათ დარწმუნებული ვარ იმიტომ რომ თავარი ამოცანა იყო რომ ეს არ უნდა მომხდარიყო და ჩემთვის ოცნების მორალური უპირატესობა დასრულდა როდესაც მათ მივხვდი რომ გადაიბარეს მურუსიძე ჩინჩალაძე რომ ეს ეკეთებინათ თუნდაც დარეკავდნენ დარეკავენ და იტყვენ რომ ეს ხალხი გამოკეტეთ შეასახლეთ თუნდაც არ დარეკავენ ანუ ჩემი აზრით ეს იმედი მაქვს რომ იქნება კარგი გამომაფხიზლებელი თუნდაც იმ ადამიანებისთვის რომელსაც აქამდე აი ბოლომდე ქართულ ოცნების მიმართ რაღაცა კითხვის ნიშანი არ დაუსვა მადლობა ანდო